მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით რესტორან იზაკაიაში, იაპონურ რესტორანში. სხვადასხვა ძალიან ბევრი მოგითხარ, რომ ძალიან მაგარი ადგილი არის და საინტერესო კერძები არის და მოდი შევიდეთ, შევიხედოთ. პირველ რიგში იზაკაიაში არის ახალგაზრდა შეფი, ყველაზე პატარა შეფი, ყავთ მათ საქართველოს ყოველ შემთხვევაში. და მოდი გავისვოთ. დღე რომელზე იწყება სამუშაო დღე? სამუშაო დღე გვეწყება ჩვენ პირველ საათზე. ხო, პირველ საათზე მოვდივართ, ვამზადებთ გრილს, ასე ვთქვათ, წინასწარ გასაკეთებელი რაცა ვიმზადებთ ყველაფერს. წინასამზადისი რა ეს? ხო, რა, ანუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ 2 საათზე, ვიხსნებით ზოგადად რესტორანი იხსნება და ეს 1 საათი სრულიად საკმარისია, რომ გრილი გაამზადო, ბრინჯი მოხარშო და სამუშაო დღისთვის მოემზადო რა, ასე ვთქვათ. რომლიდან რომლამდე? სამზარეულო მუშაობს 11 საათამდე. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ახლა სტუმრებს უარს არ ვეუბნებით და 12-მდე ჩვეულებრივად ვჩერდებით რა. ანუ გააჩნია ახლა მოთხოვნა თუ არის, ვჩერდებით კიდევაც ჩვეულებრივად. მაგრამ როგორც წესი, პირველზე ვიწყებთ და 11-ზე ვამთავრებთ სამზარეულო. რამდენი წელია რაც ამ სფეროში ხარ? ახლა შეხარ 18 წელს ხო? 19 წელი აპრილში ხო, ახლა და ჯამში გამოდის ალბათ 4 წელი უკვე რაც ამ სფეროში ვარ. ხო, 4 წელი. თავიდანვე ინტერესი ქონდა შენ აზიურების მიმართულებით თუ არასდროს არ მქონია ის კი არა რომ აზიურის მიმართულებით, აი ზოგადად სამზარეულოს მიმართულებით არ მქონია არასდროს ინტერესი, ტურიზმში ვიყავი ბავშვობიდან ჩართული, 12 წლის ვიყავი მუშაობა რო დავიწყე და ტურიზმში შევედი რა და უბრალოდ ტურისტი როგორც ვიცით სეზონური სამუშაოა ასე ვთქვათ და აი ზამთარი იყო, ეხა სეზონი არა, მე თბილისში ვიმყოფები და გამოჩნდა სამზარეულოში რა სამუშაო. და მეთქი ვცდით ხო რა უბრალოდ ცოტა ხნით მეთქი და შევყევი მე უკვე აბიტურიენტობის დროს მომივიდა და მივხვდი რომ ეხა სწავლაც და სამზარეულოში მუშაობა და განვითარება თუ გინდა ორივე შეფარდება საკმაოდ რთული იყო რა და ავირჩიე მე უკვე სრულიად სამზარეულოში რომ ჩავიდვირთო და ის სხვა ყველაფერი ამოვიღე ვაფშე ზოგადად ცხოვრებიდან და ჩვენ გავჩერდით იმაზე რომ რეალურად ბევრს გონია რომ აი სამზარეულოში თუ იმუშავებს ხო რაღაც დროც ექნება სხვა რამისთვის, აი მაგალითად სწავლისთვის არა, აი მე მაგალითად რაღაც აი ცოტა აი ფილმებში ვხედავ მარტო ესეთ რაღაცებს მე მგონი რომ ანუ თუ სამზარეულოში შემოდიხარ, ანუ ჩემი აზრით მთლიანად უნდა შემოხვიდე რომ განვითარდე ამ სფეროში, თუ რა თქმა უნდა გაინტერესებს სამზარეულო. ჩემი აზრით განვითარება თუ გინდა, მაშინ სხვას მართლა ვერაფერს ვერ დაუთმობ დროს, იმიტომ რომ რეალურად აი 15 წლის ვიყავი რო დავიწყე და იმის მერე ანუ აი სამზარეულო ფიზიკურად ისეთ სამუშაო, ანუ ფიზიკური არის და ეხლა შენ საღამოთი მეგობრებთან ვერ გახვალ მაგალითად, ანუ ძალა არ გრჩება იმისი. სწავლაზე კონცენტრაციას ვერ ახდენ, იმიტომ რომ ანუ შენ თუ გინდა რომ კაი მზარეული იყოს ზოგადად, პირველ რიგში სამზარეულის მუშაობა მაინც თავში ხდება რა, ანუ აი კი ფიზიკურად რთული არის, მაგრამ პირველ რიგში მაინც ტვინი მუშაობს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მაგალითად, აი ჩემი მაგალითი რომ მოვიყვანო, სახში რომ მივდიოდი, ყოველდღე იმას ვფიქრობდი, ხვალ რა მაგ გასაკეთებელი, ხვალ პირველი რა უნდა გავაკეთო, რომ სიტყვაზე რაღაცაში არ გავიჭედო და რაღაცა არ გამიჩერდეს და აქედან გამომდინარე, ანუ გონებრივადაც და ფიზიკურადაც სრულიად ჩართული ხარ ამ სამსახურში რა. შენ თუ მაგას არ ახდენ, მაშინ განვითარება არ გამოვა არანაირი, ანუ უბრალოდ მოხვედი სიტყვაზე და აი დაიწყე კარტოფილის ცლა და წლები უნდა თალო ის კარტოფილი და აი მაგის წინ უკვე ვეღარ წახვალ რა, იმიტომ რომ ანუ შენ მთელი გონებრივი ძალები რაც გაგაჩნია არ ჩადე ამ სამუშაოში, არანაირი განვითარება არ იქნება საერთოდ. ხო, ანუ მე უბრალოდ ისე მომივიდა რომ აბიტურიენტების დრო რო დამემთხვა, მაშინ გავიაზრე ეგ რეალურად, აი რასაც ქვია 100%-ით რომ საკითხი დაუკენე ჩემ თავს რომ ეხა ან სწავლა და სწავლას მივყვე და ასე შემდეგ. ან კიდე აი აბსოლუტური ჩატვირთვა სამზარეულოს მუშაობაში და ის სხვა არაფერი საერთოდ. ესე იგი, ნახეთ არის ბევრი მაგალითად იწყებს აკადემიით სწავლობს, უბრალოდ ვითარდება, არის როგორც მაგალითად აი ლუკა შემთხვევაშია რა. ადამიანმა დაიწყო საერთოდ სხვა რაღაც აკეთებდა, როგორც თვითონ ტურისტულ თემაში იყო, შემდეგ გადმოვიდა, რაღაც მოხდა სამზარეულოში და აი თვისა შეიყვარა და ჩაება მთლიანად და ნუ ახლა არის იზაკაიას შეფი.
და რა არის იცი საინტერესო რომ როდესაც მუშაობ გამოცდილ შეფებთან ხო აი მე ჩემი გამოცდილებით გეტყვი რა რომ აი სწავლობ ტერმინოლოგიას სამზარეულოში რა ინგლისურ ტერმინოლოგიას რაც რეალურად ყველგან აუცილებელია და ყველგან შეხვდება ეს კი ნებისმიერ ნუ ნებისმიერ განვითარებული რესტორანში გულისხმობ და არა ისეთ რესტორანში რომელიც აი უბრალოდ ხელფასის გამო რომ მიდიან და საერთოდ არ უყვართ თავიანთი საქმე რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა მაგის თქმა უნდა რომ კი რა თქმა უნდა არა ეს მნიშვნელოვანია ყველაფერს თავი რო დაანებო შენ თუ გინდა როდესმე კარგ რესტორანში მუშაობის დაწყება და შენ ეს ტერმინოლოგიის ბაზა არ გაგაჩნია ანუ უბრალოდ ანუ ხო წარმოგიდგენია სურათი რომ მიხვედი და გეუბნებიან რაღაცას რაც ანუ მისაღებია სამზარეულოში ხო აი ამ ტერმინოლოგიით საუბარი და შენ კიდე არ იცი რას ნიშნავს ანუ ვერ ხვდები ელემენტარულ რაღაცებს და მაგალითად მით უმეტეს ჩვენ სფეროში დამეთანხმები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იმიტომ რომ უკან ვარ ფილად ელემენტარული ხო რა ანუ აი ცხელი მიჭირავს და პირველ რიგში რომ უსაფრთხოებას განაპირობებს და მეორე კიდე ისაა რომ რაც უკეთესად უგებ სიტყვაზე შენ გვერდზე მდგომ ადამიანს მით უფრო აუმჯობესებ და ამარტივებ სამუშაო პროცესს შენთვისაც და თვითონ რესტორნისთვისაც რა ხო რა ანუ კომფორტი არის ზედმეტ სტრესი არ გაგაჩნია მაგ შემთხვევაში და ანუ სისწრაფეზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი რა. აი როგორ ფიქრობენ, მოკლედ რა ბევრი რა ფიქრობს რომ აი სამზარეულოში შემოდიან, დაიწყებენ მოკლედ კარგად, ეგრევე სავარაუდოდ რა ვიცი, თორ კვირაში უკვე შეფები იქნებიან, გინდას ანუ აკადემიაშიც რო სწავლობენ და ეს კულინარიულ აკადემიაში რო სწავლობენ, ხა მეც მანდ ვისწავლე და ვიცი შემდეგ მოკლედ რაც მქონდა, რაც გამოვიარე და მოდი აი პირდაპირ ლუკა შევეკითხოთ რა. ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა რასაც ნებისმიერი აი ახალგაზრდა აი ხა იმით უმეტეს მეც რომელიც შემხედრია უშვებს ეს ის არის რომ ხალხს გონია თითქოს და უნდათ მზარეულობა ანუ ეს აზრი ებეჭდება თავში იმიტომ რომ ეხა ყველა რეალურად იძახის მართლა ძალიან ბევრი იძახის და მგონი შენს დამეთანხმები რომ სამზარეულოს ასე ვთქვათ მზარეულის პროფესია კარგად ანაზღაურებადია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რეალურად სანამ შენ კონკრეტულ რაღაცას მიაღწევ არანაირად არ არის ეს კარგად ანაზღაურებადი ანუ არის ძალიან გრძელი სმენები ძალიან ბევრი სამუშაო დღე თვეში მე მაგალითად რო დავიწყებ კვირაში 6 დღე ვმუშაობდი დღეში 11 საათი ისიც თუ ზედმეტად არ გამომიყვანდნენ და ანუ ერთადერთი ყველაზე რჩევა რაც ყველაზე დიდი რჩევა რაც შემიძლია მივცე ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად ასაკისა და მიუხედავად სიტყვაზე სქესისა გინდაც რომ აი უბრალოდ მონდომება აი უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი აქვს თუ არა რეალურად იმის სურვილი თუ უნდა რაღაცა კონკრეტული ანაზღაურების ან სახელის გამომოსვლა. იმიტომ რომ შენ თუ მოსვლისთანავე ანაზღაურებაზე ფიქრობ და იმაზე რომ პოზიცია გექნება რაღაცა ეგ არის ეგრევე ანუ აი ეგრევე არაფერი არ გამოდის რა მაგრამ დაინახავს რეალურ სახეს მოკლედ ხო უბრალოდ აი ტყუილა ვიღაცის დრო რო არ იკარგებოდეს და თვითონ თქვენი დრო არ იკარგებოდეს თავიდანვე უნდა ხდებოდეს ამ კითხვის დასმა თავის თავთან რომ მე მართლა მინდა და მართლა ვარ თუ არა მზად ამისთვის თუ აი უბრალოდ მასე მგონია ანუ ვინც მოძრავი ტიპია მოკლედ ანუ მისთვის არის სამზარეულო იდეალური რა ის ნამდვილად ვისაც არ გიყავთ ეს რუტინული ანუ მიდიხარ და აი მუშაობ რაღაც ოფისი სტაბილური ტემპერატურა გრილი წყალი და ხდები რა ანუ მოკლედ რა ანუ კარგად ხარ, ძალიან მაგრად გზნობ თავს, მოდიხარ სტაფთანაც თუ რა თქმა უნდა კომუნიკაბელური ხარ და არ ხარ რაღაც ასე ვთქვათ რაღაც პრობლემები არ გაქვს, ანუ ყველანაირად ანუ მაგასაც გააჩნია როგორ დახვდება ანუ ადამიანი რა. კი, რა თქმა უნდა. დღეს რას შემოვთავაზებ საინტერესოს, ნუ გავსინჯო, თქვენ ვიცი ბევრი საინტერესო კერძები გაქვთ რა ვიცი Instagram-ზეც ნახე სოციალურ ქსელებშიც. მოკლედ. დღეს აი რახან პირველად ხარ ჩვენთან ერთადერთი აი ყველა ადამიანს მაგას ვთავაზობ, ვინც პირველად მოდის, ეს არის ეკონომიაკი. ანუ აი Instagram-შიც ძალიან ხო, ძალიან ფართოდ გვაქვს ახსნილი რა კერძია და რას წარმოადგენს, მაგრამ სანამ არ გასინჯავ და სანამ აი შენით არ შეხედავ, კომბოსტო ფანკეიქების ცომით და ანუ ზედაპირი აი ან ბეკონი იქნება, ან ზღვის პროდუქტები იქნება, ეგ უკვე თვითონ სტუმრის არჩევანზე არის რა. მაგრამ ანუ თვითონ ფაქტი რომ ეს რაღაცა ესეთი გემრიელი შეიძლება იყოს ჩემთვისაც დაუჯერებელი იყოს სანამ არ გავაკეთე და არ გავსინჯე იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ რომელსაც აი ყველანაირ მდგომარეობაში ეზიცხება კომბოსტო. არც შემწვარი, არც მოთუშული, არანაირი, არც სუპში და არც კომბოსტო ჩათუშული აი მე ვერ ვიტა. ანუ მე საერთოდ ვერანაირად აი ისე შემოვყიდა. კი ანუ ბავშვი სულ ვარ მაგრამ აი გეფიცები ბორში ჭამდი ბავშვობიდან საწურზე
წვენს ვწურავდი უბრალოდ ბორშისას და იმ წვენს ვჭამდი არაჟანთან და კარტოფილს ამოვიღებდი მაქსიმუმ რა. ანუ იმ დონემდე მეზღება კომპოსტო, მაგრამ ეს კერძი პირველად რო გავაკეთე, იმის მერე ზუსტად ერთი თვე ყოველ დღე ვჭამდი მაგ კერძს. აი მასეთი გემრიელი კომპოსტო არასდროს არ მინახავს და მოდი გაგიკეთებთ ახლა მაგ კერძს შენც და დაგარწმუნებ ჩემს სიტყვებში. კარგი. სხვათაშორის ოკონომიაკის სიტყვა ოკონომიაკი იაპონურიდან ითარგმნება როგორც შემწვარი, როგორც შენ გიყვარს. ანუ ეს იმას გამოხატავს, რომ ზოგადად ბაზა ერთი არის, მაგრამ აი რითიც ურჩევნია ხალხს იმით აკეთებს ზოგადად რა. არა კონკრეტული წესები და კანონები, ასე ვთქვათ, რაც შენ გულს უხარდება, იმით აკეთებ. ხორცი იქნება, ბოსტნეული იქნება, აი აბსოლუტურად ყველაფერი, ყველანაირი პროდუქტი რა და ჩვენ გავაკეთეთ უბრალოდ აი ყველაზე ჩვენი აზრით გემრიელი და ყველაზე სტაბილური არჩევანი რა, რომ აი ბეკონი და ზღვის პროდუქტები, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას მოერგოს. ეხლა დაველოდებით და მე უკვე გადმოვიღებთ, როდესაც გამზარდება. ესე ჩვენი ოკონომიაკი. ოკონომიაკი. კარგი. მე დავაგებოთ. ეს საშიაროა როგორ არის აი როგორი რაღაცაა რომელიც ანუ როგორი რაღაცაა იცი 8 ნაჭერზე არის ეხა დაჭრილი შესაბამისად ერთი ადამიანისთვისაც საკმაოდ კარგი საჭმელია ანუ მსუყი არის და აი ვის მარტო თუ მოვა ვინმე შეუძლია გასიჯოს და დანაყრდება კიდევაც მაგრამ ზოგადად საშიაროდ უფრო ხშირად იღებენ იმიტომ რომ ანუ კომპანია რომელიც აი ბარზე მაგალითად 2-3 ადამიანი 4-5 ასე შემდეგ ისეთი კერძია რომ შეგიძლია აიღო ერთი კერძის ჭამაში არ გასკდე და არ გაძღე, მაგრამ ამავდროულად გასინჯო და დააგემოვნო რა, ამიტომ ძალიან მაგარი ვარიანტი არის. საშიაროდაც და მარტო საჭმელად. გასინჯოს ისეთი ხანია რა ჩვენ გავსო. ადამიანს მაგაზე ყაიბოს ვერ ვდი. კიდე ჩანგალი მოგიტანო. მაგრამ არა უნდა იწვალო. ხოდა მაგითო. წეღარ მაგაზე ვიცი ვერ ვდი. დაბლა გაქვს სალფეტკი სადღაცა უნდა იყოს. აიციოს. ანუ ვიცი როგორი ის არის აი მუზეც რო გაგისწორდება დაშე რა. ძალიან მაგარია. კი. მართლა, აი მართლა, ანუ იმიტომ კი არ მომხდა რაღაც ანუ მართლა ძალიან ზოგადად აი სასმელს რო ვსვავდი, ჩემი ფავორიტი იყო აი ერთი ბოთლი ლუდი, ერთი ესეთი ოკონომიაკი და всё, ყველა ვარიანტში ბედნიერი გადიხარ აქედან. ეს დაკურებულა ყველას უყვარს, ხო? კი, მართლა ყველას უყვარს. ანუ შემოდგენობა რა აქვს თქვა? უბრალოდ კომპოსტო არის. ქვილი, წყალი, ანუ პანკეიქების ცომის ბაზა რა, ანუ ასე ვთქვათ, ცომს აკეთებ, რომ კომპოსტო შეკრა. ეს ჩიფსები რაც აქვს, ხო? აი მე ჩიფსებს ვეთქვი, ჩიფსის ის არის რა, გამოშრალი თინუსი რა. ხო, თინუსი არის გამოშრალი. არ ვიცი, ახლა საი ანუ აი შებოლილი გამომშრალი თინუსი არის ხო და აი თუ შეამჩნიეს მოძრავი ეფექტიც რომ აქვს აი ეს თვითონ ამ ოკონომიაკის ტემპერატურის გამო აი ეს ჰაერის რო ორთქლდება და ზემოთ რო ამოდის გამოძრავებს ამ თინუსის ფანტელსაც და ძალიან მაგარი ეფექტი აქვს კიდევაც რა ანუ თავის სახელს ამართლებს ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა აი ყველასთვის რომ შემწვარი როგორც შენ გიყვარს რა იმიტომ რომ ყველას მოწონს აი გამონაკლისების გარეშე მართლა იდეალური საჭმელია. მართლა საუბრო.
აი მართლა ვისაც გაინტერესებთ მოკლედ თბილისში საინტერესო რესტორანი აუცილებლად გირჩევთ მოგზადეთ შეფ ლუკასთან იმ შეფ ლუკასთან არა ამ შეფ ლუკასთან ოღონდ აი დამიჯერეთ უფრო მეც მიაღწევს ვიდრე ის შეფ ლუკა აი ლუკა მოკლედ ძალიან გემრიელი იყო მართლა ძალიან გემრიელი იყო არ ვიცი საინტერესოა მოკლედ შენთან სტუმრობა აუცილებლად გესტუმრები ისევ და ყველას ურჩევ რომ მოვზადდნენ იაკარ გალეთელის 11 ნომერში რომელიც მდებარეობს აღმაშენებელზე ანუ მარჯანიშვილზე მარტივად მოაგნებთ ამ ადგილს ძალიან საინტერესოა როდესაც უყურებ შოუ კიჩენს ანუ ღია სამზარეულოს როგორ ამზადებენ შეგიძლიათ აქ ბარზე ჩამოშდეთ ისაუბროთ უყუროთ როგორ აკეთებენ და ესა გაისაუბროთ შეფ ლუკას მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ლუკა რომ მოვატყვენ მიმასპინძლე და წარმატებებს გისურვებთ ერთი სიტყვით რა თქვენ კი აუცილებლად არ დაგავიწერთ გამოიწეროთ ჩემი არხი აუცილებლად დაწერეთ კომენტარები თუ როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო და აუცილებლად ესტუმრეთ იზაკაიას Instagram გვერდს და თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ აუცილებლად შეგიძლიათ დაურეკოთ ან ვისწეროთ Instagram-ზე ლინკს მიუთითებ ქვემოთ აღწერაში აბა დროებით